Am წუთებში დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც დროებითი მოთავსების იზოლატორში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი და მასთან ერთად დაკავებული სხვა პირები იმყოფებიან. მოწოდებები აქციის მოსაწყობად გუშინდელი დაკავებების შემდეგ ოლეგ პამფილოვის სოციალურ გვერდზე გამოჩნდა. აქცია 9 საათის წინ დაიწყო. ეკა გაგუა იმყოფება აქციის მონაწილეებთან ერთად. ეკა ვინ არის შეკრებილი აქციაზე და რას აცხადებენ ისინი? დიღობში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარეობს სოლიდარობის აქცია. აქ არის შეკრებილი ძალიან ბევრი ადამიანი. როგორც ცნობილი არის, ამ სოლიდარობის აქციის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა სოციალური ქსელის მეშვეობით და აქ მოსულმა ადამიანებმა სწორედ ამ გზით შეიტყვეს დღეს სოლიდარობის აქციის შესახებ. აქ არის შეკრებილი ძალიან ბევრი ჩვეულებრივი თბილისის მოქალაქე, რომლებიც აპროტესტებენ იმ ვითარებას, რაც არის შექმნილი ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში და ასევე აპროტესტებენ დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად. სწორედ დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად აფასებენ ისინი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის დაკავების ფაქტსაც. თქვენ ჩვენზე კარგად იცით, რომ ეს არის ზეწოლა და იჭერენ იმ ხალხს, ვინ საქართველოში განათლებულია, ვინ საქართველოში გარკვეულია ყველაფერში და მხარს არ უჭერთ ამ მოქმედებას, რაც აქ ხდება და როგორ გითხრათ, გვარამიას განთავისუფლებას და ყველას განთავისუფლებას ვითხოვთ. ეს არის თავისუფალ მედიაზე ზეწოლა და ამიტომაც მოვედი მხარდასაჭერად ნიკა გვარამიას დანაშაულს ნამდვილად ვერ დავიჯერებ და თუ კი რამე იყო ის შეიძლებოდა ისე მომხდარი იყო რომ არ დაეკავებინათ და ისე გამოეძიებინათ, რა ვიცი, აი ამისთვის მოვედი ნამდვილად ეს არის ზეწოლა. პირდაპირ ზეწოლა. სპეციალისტებსაც ათავისუფლებენ და არავის აღარ ინდობენ და მე არ ვიცი ეს არ არის დემოკრატია ნამდვილად. და რაღაცა გავაკეთოთ რომ უშველოთ ამ ქვეყანას. 20 წელს უკან მივდივართ შილო რა არის ეს? 20 წელს უკან მივდივართ. დაჭერის მეტი აფერი კეთება, რაც დაპირება არაფერი არ აჩანს. მარტო შევცქერით იმედებს. რაც შეპირებები იყო, ის არაფერი არ განხორციელდა, არაფერი. მარტო დაჭერები მიდის. ესე არ შეიძლება, ნამდვილად არ შეიძლება. ასეთი უწმინდესი პიროვნება, ნიკა გვარამია, რა დააშავა, ესეთი რომ ესე იგი აიყვანეს. ესე შეიძლება, ეს არის უსამართლობა. ხალხი ელოდება საქმის გაკეთებას, ხალხი ელოდება ტარიფების დაწევას, ხალხი ელოდება იმ დაპირებების შესრულებას, რაც ახალმა მთავრობამ ხალხმა მისცა და არა იმას, რომ ანგარიშწორება დანაშაულა ხალხი რომ არ დაიჭერა. ანგარიშწორებია საკმარისია უკვე დამთავრდეს ეს ყველაფერი და უნდა იზრუნოს საქმის გაკეთებაზე. ეს არ არის ზეწოლა, რაც ხდება დღევანდელ საქართველოში. ნახდათ რა. მას ფიქრობთ რომ ემუქრება რაიმე საფრთხე რუსთავიებს? კი არ ვფიქრობთ, ეს ფაქტიურად მიმართულია ამისთვის. რა თუნდა ამას ორი აზრი ნახდათ არ უნდა. ნიკა გვარამიას დაპატიმრება ფაქტიურად ამას ნიშნავს. პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ჩვეულებრივი მოქალაქეების გარდა ასევე იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ასევე აქ მოსულები არიან პოლიტიკოსები, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებმაც გუშინ პროტესტის ნიშნად დატოვეს პლენარული სხდომა. ისინიც გმობენ ზეწოლას დამოუკიდებელ მედიაზე და ითხოვენ, რომ მოხდეს გუშინ დაკავებული ყველა ადამიანის გათავისუფლება. ეს ხელისუფლება ისეთ აბსოლუტურად გამომართლებელ ნაბიჯებს დგას, თავისუფლად შეუძლება დაუშვათ, რომ ცოტა ხანში, ესე ვთქვათ, შემოვარდნენ რუსთავი 2-ში რაღაცა წესრიგის დასამყარებლად. მე ამას ნამდვილად არ გამოვირჩევ. ეს არის გათვლილი პირდაპირ დაშინებაზე. მე ვთვლი, რომ ამას აკეთებენ ეს ნაბიჯ, წვეთ, ეს იყო დამაგვირგვინებელი, რაც მოხდა ბატონ ნიკასთან მიმართებაში. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ეს აქციები, რამით მე ვერ ვატყობ, ვერცერთ ჩვენთაგანს, ვერცერთ ჩემ მეგობარს, რომ ამით რამე შეეშინდეს, ამით რამე უკან დაიხიოს და შეცვალოს რიტორიკა ელემენტარულად. რითიც ნაწილობრივ შეიძლება გამოსწორდეს ის შეცდომები, რომელიც დაუშვა დღევანდელმა მთავრობამ, იქნება რომ ნიკა გვარამიას და გუშინ დაკავებული რამოდენიმე ადამიანის დაუყოვნებლივი განთავისუფლება რომ მოხდეს, იმიტომ რომ ის ბრალდებები, რომელიც იყო ვიდეო ბრალდებები, ეგრეთ წოდებული, არანაირ მტკიცებულებას არ შეიცავდა რომ ამ ადამიანების ბრალეულობაზე, მით უმეტეს უკვე ინტერვიუმ გაავრცელა კიდევაც განცხადება, ეს არის ცალსახად პოლიტიკური დევნა, ეს არ არის მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, ეს არის საზოგადოების და ჩვენი განვითარების წინააღმდეგ მიმართული და ამას უნდა დაუყოვნებლივ საზოგადოების ფენების მიერ თავიანთი აზრის გამოხატვა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის მიმართული სწორედ ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ და ის რაც ყველამ ერთად ვაშენეთ პოზიციამ თუ ოპოზიცია თვალსა და ხელშუა ინგრევა სამწუხარო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეყობათ კეთილგონიერება პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დღევანდელს და გადადგამენ ნაბიჯს და ამ ადამიანებს განთავისუფლება. ეს არის ზეწოლა, აბსოლუტურად
აბსურდული ბრალდებით. მე დავარქმევდი ამ ბრალდებას, რაც გაისმა და რაც ჩანაწერების აჩვენეს უწიგნურობას, როდესაც ადამიანები ვერ ანსხვავებენ, ვთქვათ, კერძო ფირმების კონსულტირებაში მიღებულ გასამრჯელოს იმ ქრთამებისაგან და იმ ატკატებისაგან, რომლის ქვეშაც ეს ახალი მართველი გუნდის დიდი ნაწილი ცხოვრობდა 90-იან წლებში და ეს გონიათ იგივე და განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საუბარი არის დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს. და ეს არის არა მარტო ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე, არამედ ეს არის იმის დასაწყისი, რომ პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი იწყებს გადამწყვეტ შეტევას დემოკრატიას და ეს არის პირდაპირ ჯვაროსნული ლაშქრობა დემოკრატიაზე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და ეს არის სოლიდარობის აქცია.